ქრისტეს მიერ საყვარელო ძმებო და დებო. დღეს როდესაც იკითხებოდა სახარება შაბათის ცისკარზე ესეთი სიტყვები ეწერა სახარებიდან ეს ეპიზოდი იყო მოყვანილი ქრისტე ჯვარსაცვეს გარდამოხსნეს დაფლეს და მიდიან იუდეველები პილატესთან დაეუნებიან ჯარი დაუყენეო საფლავთან იმიტომ რომ ეს მატყუ არაო იძახდაო რომ გავცოცხდებიო და თუ ესო მოწაფეებმა მოიპარესო და ხალხმა მათ უმართლა დაიჯერა რომ ესო გავცოცხდაო დავიღუპეთო მეორე სასტური პირველზე დიდი არის პირველი სასტური რომელი იყო პირველი სასტური იყო ქრისტეს სიტყვები რომ მე ვარ რომელი ვარ მე ვარ ანი და ჰოე აბრაამის ყოფამდე მე ვარ ანუ ქრისტემ პირდაპირ განაცხადა რომ ის არის ღმერთი ქრისტემ ებრაელებს უთხრა ესეთი სიტყვა აბრაამის ყოფამდე მე ვარო ქვები დასტაცეს რომ ჩაქოლონ ქრისტე ნეუნება ქრისტე რა ისათვის მდევნი დმეო კეთილი საქმეებისთვისო და მაცხოვარს პასუხობენ კეთილი საქმეებისთვის კი არ გდევით ღვთის გმობისათვისო რამე თუ კაცი ხარ და იძახე რომ ღმერთი ვარ აი ამიტომ გააკრეს ქრისტე ჯვარზე რომ ქრისტემ თქვა რომ ის არის ღმერთი განკაცებული სიტყვა ღვთისა რომ წერია ბიბლიაში თქვა ღმერთმა და გაჩნდა აი ეს სიტყვა ღვთისა არის ქრისტე დღეს ამ სახარებას წავიკითხავ ესე იწყება დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთთან და სიტყვა იგი იყო ღმერთი ყოველივე მის მიერ შეიქმნა ქრისტეზეა ლაპარაკი და მის გარეშე არაფერი შექმნილა რაც კი შეიქმნა ეს რო განაცხადა ქრისტემ ამიტომ გააკრეს ჯვარზე ეხლა ნახეთ რა ხდება ნახე რა სიძახიან ეს გააკრეს და ფიქრობენ რომ მოკლეს ქრისტე და დამთავრდა ამით ყველაფერი მაგრამ ფიქრობენ ეს თუ მართლა გაცოცხლდა ეხლა აი მე რა გვეშველებაო ამიტომ ქრისტეს აღდგომა არის საბოლოო განადგურება ქრისტეს წრების ამიტომ არის რომ ქრისტიანები ვაღადებ და ვიძახით ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა ეს არის უდიდესი სიხარული ქრისტიანობისათვის იესო ქრისტე სამყარო შექმნელი რომელმაც შექმნა მთელი სამყარო რომელიც ჩვენთვის ჯვარს ეცვა და განკაცდა და ხორცნი შეისხა თავისი სისხლი დაღვარა დაფლეს მესამე დღეს გაცოცხლდა და აღდგა ქრისტეს აღდგომით გაიხსნა სამოთხის კარები ქრისტეს აღდგომამდე ყველა ჯოჯოხეთში მიდიოდა სამოთხეში არავინ არ ხვდებოდა ხოლოდ ქრისტეს აღდგომის შემდეგ შეუძლია ადამიანს სამოთხეში მისვლა და მოხვედრა ამიტომაც არის აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაული აღდგომით სამოთხის კარია გაღებული წარმოიდგინეთ როდესაც ქვეყნები დამოუკიდებლობას მოიპოვებენ და თავისუფლებას რამხელა სიხარული უქმით ცხადდება მთელ ქვეყანაში სამხედრო აღლუმები ეწყობა დღეიმები დღესასწაულები ყველა კეიფობენ დროს ატარებენ და ჩვენ თავისუფლება ეშმაკისგან მოგვცა ქრისტემ მანამდე ყველა ეშმაკს ყავდა დაპყრობილი ქრისტე ჯვარსმამდე ყველა ჯოჯოხეთში მიდიოდა იოან ათლისმელი დავით მეფსალმონე სოლომონი აბრაამი ისააკი ყველა ჯოჯოხეთში იყვნენ ქრისტე მოკვდა ხორცი გაცოცხლდა სულით ჩავიდა საპყრობილეში და ჯოჯოხეთიდან ამოიყვანა ის მართლები ვინც ელოდნენ მესიას მაგრამ ქრისტეს გარდაცვალე ქრისტე ჯვარსმამდე გარდაიცვალე ამიტომ ქრისტეს აღდგომა ეშმაკის საბოლოო განადგურება არის ამიტომაც იყო რომ ქრისტეს აღდგომის მტრებმა მოიგონეს დღეს 1 აპრილია მოტყუება აღდგილია ქრისტე აღდგა 14 ნისანს ანუ 1 აპრილს ქრისტეს აღდგომა 1 აპრილს მოხდა მაშინ 1 აპრილი იყო და ეს ქრისტეს წრების მოგონილია რომ დღეს 1 აპრილია მოტყუება ადვილიაო იმდენად შემაძრწუნებელია და დამღუპელია მათთვის ქრისტეს აღდგომა რომ ისინი საბოლოოდ არიან დამარცხებულები გილოცავთ იმას რომ ქრისტიანები ხართ რომ ქრისტეს ნათლით შემოსილები ხართ და ღმერთმა მოგცა იმის საშუალება რომ თუ აღვესრულები და სწორად ვიცხოვროთ სამოთხეში მოხვდებით ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა